ქრისტესადმი დამოკიდებულება, ყველაფერს გადაწონის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანობაში. რა შემთხვევაში შეიძლება რომ ქრისტე არ იყოს ადამიანისათვის ერთადერთი ღირებულება? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბოლომდე გათავისებული არ აქვს, რომ ქრისტე არის ის, ვისი ნებითაც შენი გული ძგერს, აი ამ წუთში ახლა და ცოცხალი რომ დგახარ ახლა და ოჯახი რომ მშვიდობიანად ყავს ახლა. ყველაფერი მის ხელშია. ის არის ერთადერთი ღირებულება სამყაროში, იმიტომ რომ ის არის ღმერთი, ყოველგვარი სიცოცხლის წყარო. იგი ამბობს, მე ვარ სიცოცხლე. ამის გაუთვით ცნობიერებლობა ბადებს იმას, რომ ჩვენს გულში ადგილი უკავია ბევრ რამეს და შეიძლება ცოტათი ქრისტეს, ან შეიძლება საერთოდ არა. ადამიანს ვერასოდეს ვერ მიხვდება, სანამ გონიერ ლოცვას, ისიხასწორ პრაქტიკას არ დაიწყებს, სანამ არ თავისი გონების მზერას გულში არ ჩაიყვანს, არ ეცდება ყოველ შემთხვევაში, რომ იქ სულ ქრისტესთან ერთად იყოს, სანამ ამას არ დაიწყებს. ადამიანი ვერაგზი დიდებით ვერ მიხვდება, რომ მის გულში ქრისტესათვის ადგილი ან ჯანეს პატარა, ან საერთოდ არ არის. უმრავლეს შემთხვევაში. იმიტომ რომ ჩვენთვის ის არ არის ერთადერთი ღირებულება, იმიტომ რომ ჩვენ არ გვწამს, რომ ჩვენ დღეს ღმერთი მივიღეთ, არ გვწამს ჩვენს. პრობლემა სწორედ ამაშია. ჩვენი პრობლემა, ჩვენი იუდობა ამაშია, რომ ჩვენ არ გვწამს, რომ ჩვენ დღეს ღმერთს ბაგეები შევახედა, ჩვენში ღმერთია, ჩვენ ეს არ გვწამს. იცით რატო? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთი კუნთებით უკაცრავად ამ სიტყვაზე არ გვეთამაშება, თავის ძალმოსილებას არ გვაჩვენებს, ის ძალიან ფაქიზად მოქმედებს, რომ ჩვენი არჩევანი მის და ერთგულებისა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ იყოს განპირობებული მისი ესეთი მრისხანე ძალმოსილებით, სხვა გზას რო აღარ დაგიტოვებს. ისე როგორც ჯვარცმული ავასაკის პიროვნული არჩევანი გახდა ქრისტე, მაშინაც კი როცა მის გვერდზე ქრისტე მომაკვდავი იყო და კვდებოდა. აქ არის იუდობა დამარხული. ჩვენთვის არ არის იესო ქრისტე ის, ვისი ძალითაც ჩვენ ახლა გვდგავართ და ვსაუბრობთ, ვისი ძალითაც სუნთქავს ყოველი ადამიანი, ვისი ძალითაც სამყარო არსებობს. ეს არის ჩვენი პრობლემა. იმიტომ რომ ეს რომ მქონდეს მე ამდესაც ვერ ვილაპარაკებ. იმიტომ რომ საკმარისია ეს რომ მქონდეს ეს სრული განცდა, რასაც მე ვსაუბრობ, ამის სრული განცდა რომ მქონდეს, მე იესოს რო ვიტყვი, ქრისტესაც ვეღარ გავაგზელებ, ტირილად დავიღვრები. შეუძლებელია ეს, რომ გაიაზრო ვიზე ლაპარაკობ და ამდენ როგორ მოვიდა და გეჭმევინება, აი აქაც კი გეჭმევინება. და გეუბნება, რომ ამას თუ გააკეთებ შენს მოსახსენებლად, მე შენთან ვიქნები.